თბილისობა 2013 საზეიმო ვითარებაში იხურება ორდღიან დღესასწაულს ვერისუბნის მელოდიები დაასრულებს ევროპის მოედნიდან ჩვენი კორესპონდენტი ალეკო გეთიაშვილი ჩაგვერთვება. ალეკო, როგორია განწყობა ძველ თბილისში და დაიხურა თუ არა უკვე ოფიციალურად თბილისობა 2013? დიახთამთა თბილისობა 2013 ჯერა დასრულებულა ამ წუთებში ევროპის მოედანზე მუსიკული ვერისუბნის მელოდიები მიმდინარეობს ორგანიზატორების განცხადებით მიუხედავად იმისა რომ მუსიკული ღია ცისფრის შემართება მისი ადაპტირებული ვერსია იქნება წარმოდგენილი დღევანდელ მუსიკზე საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილიც იმყოფებოდა მისი განცხადებით რაც მთავრობაში ახალი ხელისუფლება მოვიდა ბოლო ერთი წელია უკვე მუსიკული ვერისუბნის მელოდიები აღარ გამართულა სააკაშვილის განცხადებით ივანიშვილის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ კონცერტები ძალიან იშვიათად ტარდება და შესაბამისად შოუ ბიზნესის დასაქმებულთა რაოდენობა ნაკლებია. გამოვიარე, იმიტომ რომ ეს მუსიკული შარშა შეაჩერა ცოცხების აქციამ, რადგანაც ხელოვნება გახდა მსხვერპლი და იმის შემდეგ აღარ განახლებულა და კიდე კარგი თბილისმენიამ გადაწყვიტა მის ხელახლა დადგმა, იმიტომ რომ შარშან უფრო მეტი პრიორიტეტი მიეცა რეჟისორ ბედუკაძის მიერ დადგმულ ცოცხების კადრებს და შემდეგ ეს კაცი გამოცხადა ლამის საქართველოს ეროვნულად. მაგრამ ძალიან სამწუხაროა რომ ყველა ამ პროცესების შედეგად შეჩერდა ამ თეატრის სახელოვნების ცენტრის შეერებლობა, რომელიც მართლა მსოფლიო კლასისა და საქართველოს სიამაყე იქნება როცა დამთავრდება. იმედია რომ მის დანგრევას მაინც არავინ არ განიზრახავს. მე მინდა თქვა რომ ბოლო წელიწადში ჩვენ ნახეთ ბევრად ნაკლები კონცერტია, ბევრად ნაკლები ხელოვნების ღონისძიება და მინდა ვიკითხო რომ ხალხი არის თუ არა უფრო ბედნიერი იმით რომ ეს ყველაფერი შეჩერდა. ხო იძახოდი რომ აი კონცერტებს გადააყოლეს ქვეყანა და აი ხან ფულს გადაუნაწილეს ხალხს ეს ფული ხალხმა დაუსვას თავისთავად კითხვას ეს კონცერტების ფული დააშიდნენ და საქართველოს უკეთესია თუ არა იმით რომ ბევრად მეტი უბრალოდ ბევრად ნაკლები ხელოვანი და პრაქტიკულად ძალიან ბევრი პრაქტიკულად ასობით მათგანი აღმოჩნდა ათასობით სრულიად თამაშგარე მდგომარეობაში. გოგიცაბაძის მუსიკა თბილისობას განსაკუთრებულად უხდება და დარწმუნებული ვარ კარგად ჩაივლის მიუზიკლი რომლის დასრულების შემდეგაც საჰაერო შოუს წარმოადგენს მოძრაობის თეატრი მშვიდობის ხიდზე ეს შოუ სპეციალურად თბილისობისთვის შექმნა თეატრმა და საკმაოდ ექსტრემალური ხასიათის არის და ვნახოთ როგორ მიიღებს მაყურებელი. ვინც ნახა ყველას ძალიან უყვარს და დღეს ძალიან ბევრი ხალხი მოვიდა ალბათ ის ადამიანები ვინც უკვე ნახეს და ვისაც ჯერ არ უნახავთ და ჩვენ ესე იგი ამოგვენატრა ვერისუბნის კიდევ ერთხელ თამაშის სცენაზე და შესრულება საინტერესო სპექტაკლია უბრალოდ გული მძნევა რომ თბილისელებმა დარბაზში ვერ ნახეს ეს იქ სხვანაირად არის დეკორაციებია ხარაჩოებია რაღაცებია და მეგონი ნორმალურად თბილისობა 2013-თან დაკავშირებით დედაქალაქის მიერ დაგეგმილი სხვადასხვა სახის ღონისძიებები დღეს თელეთის განმავლობაში ისევე როგორც ცოცხალჭალაში მის შემოგარენში იმართებოდა. კერძოდ კი მთაწმინდის პარკში მოეწყო ლუდის ფესტივალი და გაიმართა სხვადასხვა მხატვრების ნამუშევრების გამოფენაც. თაში ლუდი ოდითგანვე იხარშებოდა და რაც წლები გადის სულ უფრო ნაკლები და ნაკლები ადამიანი რჩება ვინც ტრადიციულად ლუდს ხარშავს დღეს თაში. ჩვენი ეს პატარა ფესტივალი ისწორებდა იმას ემსახურება რომ თაში კიდევ უფრო მეტად და კიდევ უფრო განსაკუთრებულად მივაქციოთ ყურადღება რომ ესეთი ლამაზი და დიდი ტრადიცია ლუდის ტრადიცია არ დაგვეკარგოს. აქ არის წარმოდგენილი ნახატები რომელიც შეიქმნა თაწმინდის პარკში. თაწმინდის პარკმა დაიწყო ეს პროექტი და დაუკავშირდა მხატვრების ჯგუფს გამოაცხადა ასე ვთქვათ მათი სურვილი რომ ხარი დაეჭირა ქართველი მხატვრებისათვის და თაწმინდის პარკი ამას პერმანენტულად აკეთებს. უფრო ბევრი რაოდენობით ფერწერაა წარმოდგენილი ვიდეო არტი და ასევე ობიექტები, ქართული ობიექტები ჩემგან ამ გამოფენაზე. მოხდა ისე რომ შეკრავა ამ პარკის დირექციამ კარგ მშვენიერ სახელოსნოში და ხელის შეწყობით გვემუშავა ჩვენ დღეების მანძილზე და მე როგორც ვფიქრობ გაამართლა ჩვენმა მუშაობამ და ცოტა გამოფენა გამოვიდა საინტერესო გამოფენა.
თბილისობა 2013 წლის ფარგლებში გუშინ გორგასლის მოედანზე 7 ტონა ყურძენი სპეციალურად ამ დღისთვის დაიწურა. რიგით 34 თბილისობა კი ნახეთ ჩვენს მომზადებულ რეპორტაჟში. ჩვენი საზოგადოება მათიცნობთ ის ხალხი, ვინც გახდება დღეიდან საპატიო თბილისელები. მწერალი, მსახიობი, ბიბლიოთეკარი, მხატვარი, ბიზნესმენი, პროფესორი, გეოფიზიკოსი, კომპოზიტორი, ენერგეტიკოსი, დირექტორი და ავტობუსის მძღოლი. ამ პროფესიის 18 ადამიანი დღეიდან საპატიო თბილისელის სახელს ატარებს. მათი დაჯილდოების ცერემონია თბილისის ისტორიის მუზეუმში გაიმართა. საპატიო თბილისელის წოდების სიგელი დედაქალაქის მერმა გიგი უგულავამ ამ ადამიანებს დღეს პირადად გადასცა. დაჯილდოების ცერემონიას მერიის საკრებულოსა და სხვადასხვა ქვეყნებიდან თბილისში სტუმრად მყოფი რამდენიმე დედაქალაქის მერი ესწრებოდნენ. რა უნდა იყოს ახლა ამაზე მეტი ჩემთვის თბილისელი ადამიანისათვის, რომელიც ყოველთვის შეყვარებული იყო თავის ქალაქს. ალბათ ამაზე დიდ მე ყოველ შემთხვევაში ვერ წარმოვიდგენდი ჯილდოს ამაზე დიდ თბილისელი ადამიანისათვის. ჩემთვის კი პირადად ამაზე დიდი პატივი არ არსებობს. მე მართლაც ძველი თბილისელი ვარ, აქ დაბადებული გაზრდილი და ვერ წარმოვიდგენია თბილისელი კაცისთვის ამაზე მაღალი ტიტული და ამაზე მაღალი ჯილდო, ვიდრე არის თბილისის საპატიო მოქალაქეობა. შეიძლება ბევრი ჯილდო ჰქონდეს ადამიანს, მაგრამ ქალაქის საპატიო მოქალაქეობა ალბათ განსაკუთრებულია. მე ეს არ ვიცი, მაგრამ მათ სახეებს რო უყურებ, დარწმუნებული ვარ, რომ განსაკუთრებული გრძნობაა და კიდევ ერთხელ მინდა თითოეულ მათგანს მეუღლეს. ქართული მრავალჟამიერი და ტივზე მედუდუკეებისა და ყარაჩოღლების სიმღერა. უკვე მეორე დღეა დედაქალაქში რიგით 34 თბილისობა აღინიშნება. მთელი დღის განმავლობაში გორგასლის მოედანზე და აბანოთუბანში თბილისობისთვის სპეციალურად მოწყობილ სცენებს ქორეოგრაფიული ანსამბლები და სხვადასხვა მუსიკალური ჯგუფები ანაცვლებდნენ. ფოლკლორული კონცერტი აბანოთუბანში, გამოფენა ლეხთახევრი, ღვინის ფესტივალი, ჩაის ფესტივალი უკვე დაწყებულია მიმდინარეობს, ასე რომ თბილისობა წერტილი ჯი და ყველას გელოდებით არჩეთ სასურველი ღონისძიება და მოგწანდით ძველ თბილისში. ჩვენ ვართ ვანიდან ჩამოსულები ტრიო იმერეთი, ვასრულებთ ქართულ ხალხურ ფოლკლორს და რა ვიცი, ძალიან სასიამოვნო იყო, როდესაც გაგვაგებიეს ჩვენთვის თბილისში ჩამოსვლა. გორგასლის მოედანზე, რკინის რიგში და სიონის სკვერში თბილისობა 2013-ისთვის ღვინის, ჩაის, თაფლის და მწნილის ფესტივალი გაიმართა. ფესტივალზე მისულ ყველა სტუმარს წარმოდგენილი პროდუქციის როგორც დაგემოვნება, ასევე შეძენა შეეძლო. წლევანდელ ფესტივალზე წარმოდგენილი ვართ 9 დასახელების ღვინით, მათ შორის არიან ევროპული მეთოდით დამზადებული ღვინოები და ასევე ქვევში ტრადიციული მეთოდით დავარგებული ღვინოები. ისეთი ვაზის ჯიშებისაგან, როგორც არის კრახუნა, მწვანე, რქაწითელი, საფერავი და ცოლიკო. ჩვენი კომპანია ორი დღე რაც მონაწილეობას იღებს თბილისობის ფესტივალზე, ჩვენ დავუნერგეთ ერთგვარი ტრადიცია და წლევანდელ წელს მივეცით წნილის ფესტივალის სახე, რომელიც მომავალშიც გაგრძელდება. ამ ორი დღის განმავლობაში სტუმრებს საშუალება ჰქონდათ ჩვენი პროდუქცია დაეგემოვნებინათ და ასევე ჰქონდა პროდუქციის გამოფენა გაყიდვა. მომდევნო ფესტივალზე წარმოდგენილი არიან როგორც ქართული ჩაის კომპანიები, ასევე აზერბაიჯანიდან სომხური ფიტოჩაი, არის მეჩაიები თურქეთიდან. პარალელურად უკვე მეორე წელია მიმდინარეობს ჩაისა და თაფლის ფესტივალი, ასე რომ როგორც მეჩაიები, ასე მეფუტკრეები რეგიონიდან წარმოადგენენ დღეს თავიანთ პროდუქციას. 34 თბილისობა დასრულდა. წელს სპეციალურად ამ დღისთვის გორგასლის მოედანზე დამონტაჟებულ საწნახელში 7 ტონა ყურძენი დაიწურა. დაწურული ყურძნით ღვინო დამზადდება და 2013 წლის თბილისობის დღესასწაულთან დაკავშირებით ჩამოისხმება.